შემოარხით მაყურებლებო, დავიწყო პირველ რიგში დღე 17 ივნისია და სოფლიო სპორტის შესახებ მინდა ძალიან მოკლედ ამბები გაგასვათ. გუშინდელი მატჩებს და შეეხება ანგარიშებს ძალიან გაგასვათ უცებ. დავიწყო პირველ რიგში სოფლიო საკლუბო ჩემპიონატში კი ლონდონის ჩემსმა ლოს-ანჯელეს 2-0 მოუგო. ფლამინგომ 2-0 მოიგო და კი 2-2 ბენფიკამ რა თქმა უნდა მხოლოდ ფრედ დაჭერდა. ეხლა მე მინდა გითხრათ 21 წლამდელებთან რა შანსები გაგვაჩნია იმ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს არანაირი ფრედა, არანაირი წაგება არ აყუთელური შანსი გვაქვს მხოლოდ დღეს პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში კი გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე ვაგრძელოთ ასპარეზობის შანსი შეგვინაჩუნდება იმ შემთხვევაში თუ პორტუგალიას სასურველ შედეგს დაუდევს და მოუგებთ მხოლოდ მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გავა ჯგუფიდან. ჩემო არხის მენელებო, პრინციპში მე მინდა გითხრათ, რომ აქ შეიძლება ბევრი კარგი შეტევები და პრინციპში დასვაშიც უნდა ითამაშონ ჩვენ ბიჭერმა შეთანხმებულად, მაგრამ ჩვენ შევხედავთ და მე მჯერა რომ ჩვენი ბიჭები ამას შეძლებენ და გავლენ რა თქმა უნდა მეოთხედფინალში. ეხლა კი რა შეეხება ჩემო მსმენელებო და ჩემო კეთილო ხალხო, როგორც ვიცით ტელევიზია არ აჩვენებს ამ მატჩებს და პრინციპში მოგიწევთ მიამდენო თვალყური YouTube არხიდან, რომელიც ცენტრალ სპორტის შემოგთავაზებს თბილისის დროის 8 საათზე, 20 საათზე უბრალოდ და პრინციპში მე მინდა გითხრათ ჩემო არხის მენელებო, თოკო შენგელია ძალიან შემდეგი თოკო შენგელია ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა 29 წუთში 29 ქულა მოაგროვა და ბოლონიამ 2-0 იგებს ფინალურ ეტაპში და მესამე თამაში იქნება უკვე მესამე თამაში და პრინციპში მე ვიტყვი ჩემო არხის მენელებო, ძალიან დაძაბული დრამატული მატჩი შეიძლება გამოდგეს. კი ჩვენი კაპიტანი ძალიან მაგარ ფორმაში იმყოფება და წარმატებას უსურვებს თოკო შენგელიას და იმ გუნდს რა თქმა უნდა და პრინციპში მე მინდა გითხრათ ჩემო არხის მენელებო, მადლობა გიხდით მოსმენისთვის. ახლა თუ მოგიწყონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ ვიდეო, რათა ბევრ საინტერესო ამბებს გაგასმოთ და მიამდენეთ თვალყური რომ გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ სოფლიო